მობილური ვირტუალური ოპერატორები საქართველოში ოპერირებას ისევ ვერ ახერხებენ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად MVNO-ებსა და უმსხვილეს მობილურ ოპერატორებს შორის შეთანხმება ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შედგა. რაც შეცვლის ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა და რა მოლოდინი აქვთ კომპანიებს ამჯერად, დეტალებით ქრისტინა გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით და გისმენთ. თათია, გამარჯობა. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაქთიკომი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნოდა, მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, MVNO-ებისთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე ოპერირებას სურთ, საქმიანობის დაწყებას კვლავ ვერ ახერხებენ, როგორც მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციაში განმარტავენ, მართალია ვალდებულების აღების შემდეგ მაქთიკომმა ვირტუალური ოპერატორები ეგრეთ წოდებული მოწვევის ოფერტა გამოიტანა, თუმცა MVNO-ების შეფასებით პირობები კაბალურია და ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ამ შეთავაზების მიღება არ უხირთ. ახლა კომპანიები კომკომის მორიგ დასკვნას ელოდებიან, როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების განვითარების შესაძლებლობების კვლევა დაიწყო. პროცესი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. მობილური ვირტუალური ოპერატორები კი იმედოვნებენ, რომ ამ კვლევის დასრულების შემდეგ მაინც შეძლებენ ოპერირების დაწყებას. კომისია ცდილობს, რომ ბაზარი გახსნას და ჩვენნაირმა მოთამაშეებმა შეძლონ ოპერირება და მაქთიკომი სხვა ინტერესები აქვს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ იპოვოს გამოსავალი, როგორც რომ ეს ყველაფერი რეალობას არ დაემსგავსოს. მარტო კომისიისკენ თითის გაშვერა და დაბრალება, რომ აი კომისიის ბრალია, რომ 4-5 წელი ეს არაფერი არ მომხდარა, კი შეიძლება და უფრო რაღაცა პროცესები დაჩქარებულიყო, უფრო ნათლად და სწრაფად წარმართულიყო, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება უფრო უარესად წარმართულიყო და არც არაფერი არ ყოფილიყო. სანამ ქართულ ბაზარზე ოპერირებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივი ვირტუალური მობილური ოპერატორები ევროპული ბაზრების ათვისებაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, ქართული ვირტუალური კომპანია Mobinex უკვე შესულია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და ახლა უკვე საბერძნეთის ბაზარზე შესვლაზე მუშაობს, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს. იმ შემთხვევაში, თუ კი მობილური ვირტუალური ოპერატორების ოპერირებას დაიწყებენ, ეს ფასსა და მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება. მომხმარებლისთვის იქნება ფასზე ორიენტირებული პროდუქტი, ზოგიერთ შემთხვევაში IAP, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო ძვირიც იყოს, მაგრამ უღირდეს უფრო ძვირის გადახდა მომხმარებელს, თუ ამაში დამატებით სერვისებს მიიღებს, რაღაცა სხვა პროდუქტებთან ერთად ბმა იქნება და სხვა პროდუქტებში მიიღებს დამატებით შეღავათებს ან ბენეფიტებს, შეიძლება უღირდეს მომხმარებელს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, პრაქტიკა არსებობს, არა ქართული ცხადია უცხოეთში და უფრო მრავალფეროვანი ხდება ბაზარი. კონკურენცია იზრდება და კონკურენციის ზრდა ერთის მხრივ ხარისხზე დადებითად მოქმედებს ყოველთვის. მაგიდეს ამაგ შეთავაზებებში ჩართული არის მათ შორის მობილური სერვისებიც და ეს შეთავაზებები იძლევა საშუალებას, რომ კონკურენტებისთვის შეიქმნას ისეთი შეთავაზება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ კომპანიას აქვს ამის საშუალება დღეს, რომ ეს შეთავაზებები შექმნან, იმიტომ რომ ორივე კომპანია საქმიანობს მათ შორის ფიქსირებულ საცალო ბაზარზეც, მათ შორის საერთო ბაზარზეც. აქედან გამომდინარე, რა ჩვენ გვინდა რა ვთქვათ, რომ მისი ამოქმედება არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ალტერნატიული IAP შეთავაზებები და ვთქვათ, მორგებული ცალკეულ მიმართულებას, მაგალითად, ინტერნეტზე, მაგალითად, მესიჯებზე და ბავშვად voice-ზე რაღაცას რო იყოს IAP ალტერნატიული შეთავაზება მეოთხე ოპერატორის სახით. ამის გარდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბაზრისთვის. ცნობისთვის გეტყვით, რომ MVNO-ები ჩვეულებრივი მობილური ოპერატორებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა და მომსახურების გასაწევად უკვე არსებული ოპერატორების ანძებსა და ქსელებს იყენებენ. მადლობა ქრისტი, ბიზნეს პარტნიორის ეთერში ქრისტინა გამთენაძე საუბრობდა.